ბრაზილიაში გაეროს ყოველწლიური კლიმატის სამიტი COP30 დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში ქვეყნების წარმომადგენლები იმსჯელებენ, როგორ შეაჩერონ კლიმატის ცვლილებების მძიმე შედეგები, მაშინ, როდესაც დედამიწის საშუალო ტემპერატურა ძალიან სწრაფად იმატებს. მსოფლიო კი ვერ ახერხებს ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარების შემცირებას. ტყეების მასობრივი გაჩეხა და ნახშირბადის ემისიების ზრდა დედამიწის კლიმატს კიდევ უფრო ართულებს. ექსპერტები ამბობენ, რომ გლობალური დათბობის ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად ემისიების შემცირებაა საჭირო. წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივ ტომებს, ხალხს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა მიწას, წყალსა და ტყეებს, რომელსაც როგორც წესი ნაკლებად უსმენდნენ საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს. COP30 სამიტზე განიხილება ახალი გლობალური ინიციატივა. 70-ზე მეტ ქვეყანა შესთავაზებენ ფინანსურ მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეაჩერებენ ტყის გაჩეხას. უკვე მოძიებულია $5 მილიარდი საბოლოო მიზანი 125 მილიარდის მობილიზებაა. კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე შესამჩნევია. საგრძნობლად გახშირდა ძლიერი ქარიშხლები, ხანძრები და წყალდიდობები. ქარიშხალი მელისა მეცნიერების შეფასებით სწორედ ოკეანეების გათბობის გამო გაძლიერდა. ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლები წელს ამის არ დაესწრებიან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ უკვე განაცხადა. მოლაპარაკებები ბერლინში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, შეძლებს თუ არა მსოფლიო შეთანხმების პირობების შესრულებას.